ქალბატონია, ვისი პასუხისმგებლობაა ის, რაც ახლა უნივერსიტეტში ხდება თქვენი აზრით? მოგესალმებით, მეც უნდა აღნიშნო დიდი მწუხარებით, რომ ძალიან არ მომწონს ის კადრები, რომელიც ვიხილეთ უნივერსიტეტიდან, მეთან როგორც ძველ უნივერსიტეტელს, ნამდვილად გული მტკივა, როდესაც ამას ვუყურებ. გარდა ამისა, მე მქონდა დღეს საშუალება რამდენიმე სტუდენტს შევხვედროდი და მათთან მესაუბრა, მე ძალიან მომწონს მათი სურვილი, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან, ჰქონდეთ ის თავისუფლება, რაც ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სტუდენტებს, მაგრამ რასაკვირველია, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროცესი გადავიდეს უფრო მშვიდ ატმოსფეროში, კარგად მოისმინონ სტუდენტების პრეტენზიები, გასცენ მათ არგუმენტირებული პასუხები და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება ანიქით, ანაქეთ, იმის და მიხედვით რა იქნება უფრო სწორი უნივერსიტეტისთვის. რაც შეეხება ODR-ებს და საერთოდ ამ მოვლენას ქართულ სინამდვილეში, უნივერსიტეტში არა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე არის შესული ეგრეთ წოდებული ODR-ი, ეს ჩვენ გავაპროტესტეთ პარლამენტის ტრიბუნიდან და საერთოდ ამ ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულება არასოდეს არ ყოფილა დადებითი, არც უნივერსიტეტებში და არც სხვა დაწესებულებებში და ვფიქრობ, ეს საკითხიც არის გადასახედი და გასარკვევი თუ რა ფუნქცია აქვთ მათ იქ, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტში, მაგრამ ასევე სხვა უწყებებში და ხომ არ იქნებოდა უკეთესი იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მათ ვითომ და ეკისრებათ, თავად ამ უწყებებმა იზრუნონ, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები სულ სხვა მიმართულებით დაიხარჯოს. ქალბატონია, ის სურათი დაიხატა ძალიან მძიმე, ხომ? თქვენი აზრით რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ერთი ეს არაკომპეტენტურობა, რაც ბატონმა გიამ ახსენა, ამ მიმართულებით გამოსწორდეს ვითარება და ასევე მომზადებისა და პროფესიული განვითარების კუთხით. მე არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, რომ მე და ბატონი გია ერთად მუშაობდით სკოლაში, ასე რომ ის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩემთვის შიგნიდან არის ცნობილი და მე ჩემში ახლა გაყოფილია პოლიტიკოსი და მასწავლებელი, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. სხვათა შორის მე ჩაბარებული მაქვს ის გამოცდა და იმ გამოცდებზეც მაქვს ჩემი აზრი, რამდენად ვარგოდა. ეს იყო 2011 წელს, როდესაც მე ეს გამოცდები ჩავაბარე და ის სერტიფიკატი ავიღე, მაგრამ ძალიან ბევრი ხარვეზი დავინახე მაშინ. იმ პერიოდში მე მუშაობდი ბატონი გიას დაფუძნებულ სკოლაში, კერძო სკოლაში, კიდევ ევროპულ სკოლაში და მცხეთის საჯარო სკოლაში. ასე რომ სკოლას მე კარგად ვიცნობ შიგნიდან. მე არ გამიკეთებია დღეს ამ თემაზე კომენტარი, მაგრამ რომ გამეკეთებინა, მეც ვიტყოდი, რომ ეს არის სრული კატასტროფა. და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი კატასტროფა არის ქალბატონი განათლების მინისტრის კომენტარი ამ კატასტროფაზე, რომელიც ამბობს, რომ ეს არც თუ ისე სავალალო შედეგია, რომ იგი ამას ელოდა და ასე შემდეგ. და თავს რომ იმშვიდებს იმითი, რომ ახალი 16 მილიონი აქვს მილენიუმის კომპაქტიდან და იმას დახარჯავს ახლა და ამ სიტუაციას გამოასწორებს. ნეტა ვინმეს თუ დაუთვლია 2000 წლიდან, თუ არ ვცდები ბატონო გია, ესე დაიწყო დაახლოებით, ხო, ეს გადამზადება და ახალი სისტემა გამოცდების. რამდენი არის დახარჯული ამ გადამზადებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, რამდენი არის დახარჯული იმ კურსებში, რომელმაც ვითომ უნდა მოამზადოს მასწავლებლები ამ კონკრეტული გამოცდისთვის და სად წავიდა ეს ფული, რა შედეგი მოგვიტანა. ხომ უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ აბსოლუტურად არასწორი გზით მიდის ეს ყველაფერი და არანაირი ახალი ელემენტები ამ გადამზადების ამ საქმეს არ შველის, რომ ყველაფერი ძირეულად არის შესაძლებელი. რასაკვირველია, მე ვეთანხმები იმას, რომ მასწავლებლის პროფესია უნდა იყოს პრესტიჟული. ჩემთვის იყო პრესტიჟი, როდესაც მე მასწავლებლად მუშაობდი და დიდხანს მუშაობდი მასწავლებლად, როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებელში. მაგრამ ეს რაღაცნაირად შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ ჩემ ოჯახში სულ მასწავლებლები იყვნენ ბაბუადან მოყოლებული, დედა, ბიძა, ასე შემდეგ და ჩემთვის ისინი სამაგალითო ადამიანები იყვნენ და ამიტომ ჩემთვის ეს პროფესია პრესტიჟული იყო. მაგრამ სახელმწიფომ ხო უნდა გააკეთოს იმისთვის რაღაცა, რომ ეს პროფესია პრესტიჟული გახდეს. და თუ კი ესეთი დამოკიდებულება გვექნება, რაც დღეს წავიკითხე მინისტრის
კომენტარი, რომელმაც კიდევ უფრო მეტ შოქში ჩამაგდო, ვიდრე თვითონ იმ ფაქტმა, რაზედაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ესე არაფერი არ გამოვა. ქალბატონო, აი არის ორი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი დიდი თემა, ხომ? ერთი რომ რაღაც რეფორმა განახორციელო, უნდა არსებობდეს სწორი ხედვა და მეორე, აქაც ითქვა, რომ ფინანსები და პრიორიტეტულობა ფინანსებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფინანსების საკითხში სახელმწიფო ყოველთვის ამბობს, რომ მას არ აქვს ბევრი ფული, მაგრამ ხედვა მაინც თუ არსებობს, არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, ზოგადად საზოგადოებაში. მე ვიცი ერთი რამ, რადგანაც ეს არის ჩემთვის ძალიან ახლობელი სფერო, რომ 2000 წლიდან თუ არა, ცოტა შემდეგ მაინც უამრავი პროგრამა, უამრავი გრანტი, უამრავი უცხოელი სპეციალისტი, უამრავი არ ვიცი, ადამიანი იყო ჩართული იმაში, რომ ეს სისტემა დაელაგებინათ, ეს რეფორმები განეხორციელებინათ, ეს ეროვნული სასწავლო გეგმები შეემუშავებინათ, ახალი სახელმძღვანელოები შემოეტანათ, არც ერთ რგოლში არ არის მიღწეული ის შედეგი, რომელიც იქნებოდა ხელისშემწყობი იმისა, რომ დღეს ჩვენ ეს ლაპარაკი არ გვჭირდებოდეს. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ, ვისაც ამისი ხედვა აქვს და სამინისტრო განათლების სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ეს ხედვა გქონდეს, ამ ხედვის შესამუშავებლად მოიყვანოს ის სპეციალისტები, ვისაც აქვს ეს გამოცდილება და გააკეთოს ის მაინც, რასაც არ უნდა ბიუჯეტის დიდი თანხები. თუ ეს ყველაფერი არ გაკეთდა, ამ 3 წელიწადშიც, რომელიც ახლა მასწავლებლებს მიცემული აქვთ, რომ გადააბარონ ეს გამოცდები, იგივეს მივიღებთ. მე ვიცი ის კურსები, რომელმაც უნდა მოამზადოს მასწავლებელი ამ გამოცდებისთვის. ის კურსები არ არის არაფრის მომცემი. ესეც ძალიან კარგად ვიცი და მაშინ იმ დონეზე, რა დონეზეც შემეძლო, მე ამაზე მილაპარაკია და მერეც მილაპარაკია ამაზე, როდესაც ყოფილვარ მთავრობის წევრი. აი, თქვენი აზრით, რა იქნებოდა საკითხის, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი თავიდან დაწყება აი ამ ვითარების შესასვლელად. თქვენ ამბობთ, რომ აი ესე გარკვეული პროგრამებით ეს არ გადაწდება, საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. აი, თქვენ თუ გააქვთ მოსაზრებები, რა როგორ უნდა გაკეთდეს? ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს ჩვენი განათლების პროგრამა, რომელშიც არის გათვალისწინებული ბიუჯეტიდან იმაზე მეტი სახსრები, ვიდრე არის დღეს და გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს, რა საფეხურებად უნდა განვითარდეს განათლების სისტემა, რა როლი უნდა ქონდეს სკოლას, რა როლი უნდა ქონდეს პროფესიულ განათლებას, რა როლი უნდა ქონდეს უმაღლეს განათლებას, როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია უფრო პრესტიჟული და როგორ უნდა განვითარდეს ყველა რგოლი, რომ საბოლოო ჯამში განათლებიდან, პროფესიული გამოცდილებიდან მთელი ეს ჯაჭვი მასწავლებლის განვითარების იყოს ისეთი, რომ ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი განათლება სკოლაში. ის რომ განათლება უნდა იყოს პრიორიტეტული, უკვე გაცვდა ეს სიტყვები. ეხლა კონკრეტული ქმედებაა საჭირო. ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს ამისი გეგმა გვაქვს, ხოთაშორის ძალიან მალე იქნება მისი პრეზენტაცია და თუ გნებავთ ამაზე უფრო დაწვრილებითად შეიძლება სხვა დროს ლაპარაკი.